კავშირში პარლამენტის უმცირესობის ლიდერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის განიმართა გუშინ ვფიქრობ სასარგებლო კონსულტაციები. იმას შემდეგ რაც ჩვენ შევთანხმდით კონსტიტუციის არ მხოლოდ შინაარზე, არამედ პროცედურის ფორმაზე, რაც მართლა მისასალმებელი მოვლენა იყო პარლამენტში, კარგი იქნებოდა, რომ სხვა ძალიან მნიშვნელოვან კანონებზე იგივე გაგრძელდეს. საერთო სასამართლოების კანონი არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ქართული დემოკრატიისთვის. იმიტომ რომ ჯერ ერთი თუ იმ ფორმით ძალით გაიტანეს, როგორც არის საქართველოს შეგვიძლია სამუდამო დავიმშვიდობო თავისუფალი სასამართლოს იდეასაც კი და მთელი ეს წლები მუშაობის შედეგად უკვე და არჩევნების შედეგად გაჩნდა ამ ორის კომბინაციის შანსი, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დაცული სწორედ თავისუფალი სასამართლოთი და ახლა ამის მოკლის დრო არ არის და მეორე, თუ ამ ფორმით იქნება ეს კანონი მიღებული, ყოველგვარი მიკი-მოკების შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამუდამოდ თუ არა, ყოველ შემთხვევაში ვილნიუსის სამიტზე ნამდვილად დაეშვიდობება ევროპულ პერსპექტივას, რაც ასევე ძალიან შეაფერხებს სხვადასხვა პროცესებს. ამიტომ ახლა როგორც არასდროს შეგვჭირდება ერთობლივად მუშაობა, ერთმანეთში ჯიბრი არ დგომა, არ ჩადგომა, ყველა პარტიის ინტერესებში უნდა იყოს, რომ ჩვენ წავიდეთ ევროპისკენ და სასამართლო იყოს თავისუფალი. ამიტომ ძალიან კარგად მუშაობენ ერთად ბაქრაძე და უსუფაშვილი, მათ უნდა გააგრძელოს ეს მუშაობა, მე მზად ვარ ჩავერთო, იმედია პრემიერ-მინისტრი ჩაერთვება და ყოველგვარი ზედმეტი ემოციების და ხელის გადაგრეხვის გარეშე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რაც არის ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში კარგად გაწერილი. და ეხლა ის შემთხვევა, როცა ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება ალბათ ყველამ უნდა გავიზიაროთ, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს საკეთილდღეოდ და თითოეული მოქალაქისთვის იქნება უკეთესი. მადლობა.